We need Greenland from a national security situation. დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ევროპული სახელმწიფოებისთვის ტარიფების დაწესების მუქარის უკან წაღებიდან 2 კვირის თავზე ევროკავშირის კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ბლოკსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული სავაჭრო შეთანხმების აღსრულებისთვის მუშაობას განაახლებენ. შეთანხმება, რომელიც 2024 წლის ივლისში დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გაფორმდა, ევროკავშირიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტზე 15%-იანი ტარიფების დაწესებას გულისხმობს. ამავე შეთანხმებით ევროკავშირი ამერიკულ საქონელზე ტარიფებს სრულად ხსნის. ევროპარლამენტარებს, რომელთაც შეთანხმების სისრულეში მოყვანა საკანონმდებლო გზით ევალებათ პროცესი შეჩერებული მას შემდეგ ჰქონდათ, რაც დონალდ ტრამპი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუკი ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დანიის ავტონომიური ტერიტორიის გრენლანდიის შეძენას არ დაუშვებდნენ. სავაჭრო კომიტეტის წევრები მზად არიან სწრაფად გააგრძელონ მუშაობა 2 საკანონმდებლო წინადადებაზე, იმ პირობით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეასრულებს სტერნბერნის შეთანხმების პირობებს. განაცხადა ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ ბერტ ლანგემ. მანვე აღნიშნა, რომ კომიტეტს შეთანხმებაზე კენჭისყრა 24 თებერვალს შეუძლია. ევრონიუსის წყაროების ცნობით პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა შესაძლოა მარტში გაიმართოს. კანონმდებლებმა, რომლებიც შეთანხმებაზე მუშაობენ, 4 შაბათს შემდგომ ნაბიჯებზე დახურულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ბერნდ ლანგეს თანახმად საბოლოოდ უმრავლესობამ მხარი პროცესის განახლებას დაუჭირა, თუმცა შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია მწვავე იყო. სოციალისტები და დემოკრატები განახლება და მწვანეები ითხოვენ შეთანხმებას დაემატოს დებულება, რომელიც მის შეჩერებას შესაძლებელს გახდის, თუკი გრენლანდიის მისამართით მუქარა კვლავ გაისმება. ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია შეთანხმებაზე მუშაობის სწრაფად განახლებას ითხოვს. ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ურთიერთობებში იმპულსის აღდგენისკენ ისწრაფვის, განაცხადა ხორვატმა ევროპარლამენტარმა ჟელიანა ზოვკომ. მწვანეების წარმომადგენელი ანა კავაცინი კი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს გადაუჭრელი საკითხები. ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან განმეორებითი ზეწოლის წინაშე დგას, თუმცა წევრი სახელმწიფოები ამ რეალობაზე თვალს ხუჭავენ. თქვა მან და დაამატა ისიც, რომ ევროპარლამენტმა ამას სიმტკიცით უნდა უპასუხოს. შეთანხმების მიმართ კვლავ კრიტიკულად განწყობილი რჩება ულტრამემარჯვენე ჯგუფი პატრიოტები ევროპისთვის. შიდა წყაროების თანახმად პარტიაში მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები სათანადოდ ვერ წარიმართა და ამაში ევროკომისიას ადანაშაულებენ.